ამერიკაში მყოფი შაშკინის წინააღმდეგ უკვე ჩნდება პირველი საქმე. საუბარია სამხედრო ქალაქზე, სადაც 800-ზე მეტი ჯარისკაცის ოჯახებმა ბინები მიიღეს. ადამიანები, რომლებიც უბინაოდ დარჩნენ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას უკანონო გარიგებებსა და კორუფციაში ამხელენ. თამარ ჩიხლაძე შეხვდა დღეს იმ ადამიანს, რომელსაც სამხედრო ქალაქში ბინა ეკუთვნოდა, თუმცა ვერ მიიღო. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარ, გისმენთ. დიახ, დიმიტრი შაშკინმა დღეს გავრცელებულ გამოსამშვიდობებელ წერილში თავისი ხანმოკლე მინისტრობის პერიოდის ერთ-ერთ ძირითად მიღწევად დაასახელა სამხედრო პირებისთვის ბინების გადაცემა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოგმართა ერთ-ერთი სამხედროს უფროსი ლეიტენანტის ამირან კახელის მეუღლემ ნინო ავსაჯანიშვილმა. ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, ამ სიების შედგენა, რომლის მიხედვითაც ოფიცრებს ბინა სამხედრო ქალაქში გადაეცემოდათ, ხდებოდა ხშირად პირადი სიმპათია ანტიპათიის საფუძველზე და ასევე ნათესაობის კუთხით. რაც შეეხება თავად მის მეუღლეს, მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს, ის ამ სიის მიღმა დარჩა. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ სამხედრო ქალაქში ბინები გადაეცემოდათ მხოლოდ იმ სამხედრო პირებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთრებაში რაიმე ტიპის ბინა და ისინი ქირით ან ნათესავთან ცხოვრობენ, თუმცა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით ამ სიაში არის ბევრი ისეთი ოფიცერი, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ კერძო საკუთრებას ფლობენ თბილისში. ჩვენ შეგვიძლია ფრაგმენტი მოვისმინოთ მისი ინტერვიუდან. 26 ოფიცრიდან არის რამოდენიმე, რომელსაც ხმას უბრალოდ ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ მათ ოჯახებსაც კარგად ცნობ და წლებია ისინიც ქირით ცხოვრობენ და მართლა ეკუთვნით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ რუსთავში 4 ოთახიანი ბინები საკუთრებაში. რა ვიცი და მოუნდათ რატომღაც თბილისში გადმოსვლა. გადმოსვლა არა ეს, ესე გადაწყვიტა მეთაურმა, რომ მოდი შენ გეკუთვნის ბინა, იმიტომ რომ მე შენ მომწონ ხარ და გადმოგცე მოდი ამ ბინას. რა მიზეზით და რა მეთოდებით ათქმევინეს უარი სამხედროებს კუთვნილ ბინებზე და რა ბედიელი სამხედრო ქალაქს, რომლის მშენებლობა ჯერ საერთოდ არ დასრულებულა, ჩვენ ამ კითხვით თავდაცვის სამინისტროსაც მივმართეთ და მათგან პასუხს ამ წუთებში ველოდებით. სამხედრო ქალაქთან დაკავშირებული კითხვები თამარ ჩიხლაძის რეპორტაჟი ნახეთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.